ერთ ადამიანს არსებობ მინიმუმ გახდა და დაიწია. დაგვაწყეს საზოგადოება და აღარ არის მაგდენი საჭირო. ანუ ჩვენ არსებობა 250 ლარი. კი, ჩვენ არსებობა შეგვიძლია 250 ლარით თვეში. ხო, არსებობა შეგვიძლია. 4.5 ლარით გაიაბდა. ანუ ნახე, ესეთი რაღაცა საერთოდ. აი, მოდი ჯერ ამ მიხსენიცი. ეს საარსებო მინიმუმი რა არის? აი, საარსებო მინიმუმი იდეაში არის ეს ყველაზე მინიმალური აუცილებელი საკვები პროდუქტები და სხვა აუცილებელი რესურსი, კომუნალურები, რისი გადახდაც აუცილებლად გჭირდება, რაღაცა შუქის გადასახადი, წყლის გადასახადი, გაზის გადასახადი, აი ეს ყველაფერი ჯამში, რაც დაუჯდება მინიმალური აუცილებელი რაოდენობა ადამიანს მიარსებოს, ამლები და ამ შემდეგ, აი მაგის ჯამური რაოდენობა არის ეს. 250 ლარი თვეში. 250 ლარი ერთ ადამიანს. კი, უბრალოდ და ნუ 250 ლარი როგორი რაღაცა იცი? აი სერგიას ლეგენდარული მემი რო გავიხსენოთ, რანაირად? ხო და ეგ აი მაგალითად აი ფასები რო ვთქვათ რა, აი დაახლოებით აი როგორი ფასებია ეხლა რომ აი ქვეყანაში ღირს აი მაგალითად ხორცი ღირს 35 ლარი დაახლოებით 30-35 ლარი ღირს ხორცი აი ხა აი ისა მაქვს რა ამოწერი. ანუ ამ საარსებო მინიმუმის აი რაღაც 200 გრამით 10-11 ლარი ღირს აი სულცი რა ფასდაკლებით რო იყიდება ცოტა ხანი მაღაზია კი რომ თავის ფასი რაც აქვს ხო სუპერმარკეტ შეხვედი და აი ყველი ღირს როგორც აი 20 ლარი და ზემოთ აი რა ისიც თუ ყველი რა მინიმალ არა ხარისხზე არ ვლაპარაკო არა მასეთია აი მანდიდან იწყება ფასი ყველი რა თქმა ადამიანს კაც ვაკ არსებობაზეა ლაპარაკი ხო აი კვერცხი ღირს რაღაცა ყველაზე იაფი 10 ლარი 6 ლარს ის 10 ცალი 6 ლარს ზემოთ ზემოთ რა ვიცი ზე არის 5 ლარს ზემოთ ნუ არ ვიცი ხა ანუ აი ესენი თითო კილო რო იყიდო ხო რო შეხვიდე და აი მცირე ჩამონათვალი რო იყი რაღაც ზეთი და ცოტა კარტოფილი ხილი არ გინდა ხილი რად გინდა ეხლა არა ხილი რა თუნდა გაძლებაზე მყოფ ადამიანს აი უბრალოდ საკვები რო იყიდო ყველა მინიმალური აი ერთ შესვლაში ერთი 100 ლარზე მეტი გამოდის რა არა როგორი რაღაცა 1 კილო ხორცი 1 კილო არსებობს თან ჩაცმას ხო უნდა ადამიანს ჩაცმა იმას თან ეხლა რა არის აპამისის დატოვებული ახლა პროგრესი განვიცადეთ საერთოდ ასაცმელი ხო ისე აი მე მაგ ხა კიდე დამატებთ ანუ ტანის დაბანა უნდა აი საპონი რაღაცა შამპუნი ეგ არსებობას არ უნდა არა არსებობას არ უნდა კაი გათმობა არსებობას უნდა არსებობა უნდა სირბილით შეგიძლია გათბეს სახში მე გამიგია რომ აჯიმანიებით გათმობა კარგი გათმობაც არ გვინდა დენი აი რაღაცა რო გაიგოს რა ხდება გარშემო რო გაიგოს რა ხდება აი მაიცა არა ეგ უკვე ეხა პროტესტ გაუცხადო აი ეს დოლათი რო იყიდა ადამიანმა აი ეს 250 ლარის სადღაც ხო უნდა შეინახოს ანუ მაცივარი ხო უნდა ანუ დენი უნდა ჩართოს ხო სახში აი გეტყვი არა მაცივარი ადრე მაცივარი რატო არ უნდა იცი იმდენს მაინც ვერ იყიდის რომ შეინახოს ის პირდაპირ ასაც იყიდის უნდა შეჭამოს მაინც ანუ ერთხელ უნდა იყიდოს შეჭამოს და ერთხელ გაძლოს ნახე ანუ აი უნდა იყიდოს და შეჭამოს პირდაპირ და ეგრე ეხლა ანუ ეგრე გაზზე აი რამე საჭმელი ხო უნდა გააკეთოს რომ გაზი მაინც ხო უნდა აი ერთადერთი გაზი უნდა კი გაზი უნდა იმ სხვა გზა მე მგონი გაზიც არ უნდა просто შეშავდა მოაგროს თბილისში უნდა არა არ შეიძლება ეგ არ შეიძლება შეშის მოგროვება არ შეიძლება მაშინ გაზეთები უნდა მოაგროს და აი გაზეთებით რაღაცა ფეჩი უნდა გააკეთოს უნდა დაანთოს ცეცხლი გაზეთს ვერ მოაგროვებს ძვირიღებს გაზეთი ძვირიღებს გაზეთი თეთრები მაგიტო ვეღარ ვეტევით ნუ სინამდვილეში გამორიცხ ოფიციალური დეფინიცია ანუ საარსებო მინიმუმის არის ანუ ის მინიმალური შემოსავალი მინიმალური თანხა რომელიც ჭირდება ერთ ადამიანს ფიზიოლოგიური და სოციალური არსებობისთვის აქ პირველ რიგში შედის ხადია საკვები თუმცა საკვებთან ერთად შედის წამალი იმიტომ რომ შეიძლება ცუდად გახდე ხო წამალიც შედის კომუნალური გადასახადები ასაცმელი ანუ ეს ყველაფერი რაც ადამიანს ხო რო იარსებოს უბრალოდ არსებობისთვის ეხლა მოდით ტანსაცმელი, წამალი, კომუნალური გადასახადები გვერდზე გადავდოთ. ეს დავივიწყოთ.
მოდით აი უბრალოდ მაუგლის რეჟიმში ავიყვანოთ, აი უბრალოდ ტანსაცმელიც არა. მაუგლის რეჟიმში რო იყო, უნდა იყო ინდოეთში, ანუ გატყობა და რა, სახლი არ უნდა გჭირდებოდა, ხის ქვეშ ეგინდა. უბრალოდ აი ეგ რეჟიმი არა, მოდი მაინც მაგით დავიწყოთ, აი მაუგლის რეჟიმში ეგეთი მოუდი ჩართე, წამალი აღარ გჭირდება, ტანსაცმელი აღარ გჭირდება, კომუნალური გადასახადები არა გაქვს გადასახდე, იმიტომ რომ შუქი არ გაქვს, დენი არ გაქვს და ასე შემდეგ. აი მოდი მარტო საჭმლით ვიმსჯელოთ, აი საჭმლის ფასიდან გამომდინარე დავთვალოთ. ანუ 250 ლარი მარტო საჭმელზე რო დახარჯო, აი დავუშვათ, აი დაუჯერო ჩვენს მთავრობასთან. და მარტო საჭმელზე ამ თანხას ხმარობ საჭმლისთვის. 30-ზე რო გავყოთ 250 გამოდის სადღაც 9 ლარი. 9 ლარამდე. დღეში, ანუ 9 ლარი დღეში ადამიანს, ну, იდეაში ეყოფა თუ მარტო შეჭამს ალბათ პურს. და წყალს, ალბათ, წყალს. აი ეგ როგორია დათვლილი, იცი? აი რაღაც კალორიები ხო უნდა შევსვოთ და რა ვიცი, მაკარონი და პური. ალბათ ეგრე დათვალეს. და მე მაგ დათვლის მე საერთოდ მეგონი საერთოდ რაღაცა პრინციპი. ანუ ვაფშე რანაირად დათვალეს. არ არის ეგრე დათვლი, რატო იცი? იმიტომ რომ დათვლის რანაირი მეთოდიც არ უნდა ავიღოთ. თუ კი რამე ლოგიკაში ჩავსვით დათვლის მეთოდი, მაშინ რასთან მოდის იცი წინააღმდეგობაში? აი უყურე ცოტა ხნის წინაც ხო იყო აი ეს მინიმუმ, საარსებო მინიმუმი ხო იყო ცოტა ხნის წინ და აი და ცხოვრობ ყველაფერს ვყიდულობ და ფასები სულ ყველაფრის იმატებს. ანუ სულ ყველაფერზე იქნება ეს საჭმელი, ტანსაცმელი, კომუნალური ყველაფერი იმატებს. და რა დათვლით გამოდის რომ საარსებო მინიმუმი კლებულობს. აი ეგ საერთოდ მე ეხა შენ რო ლაპარაკობდი, მე მივხვდი მე მგონი როგორ ითვლიან რა. ანუ ტიპები დადიან და ეძებენ ადამიანს, რომელიც უფრო ნაკლებად გაძლევს. ხო, ვინც ეთყობა ვიღაცა ქართველი იპოვეს, რომელიც 4 ლარით ნაკლებად გადარჩა. არა, ნახე რა ქნეს. ტიპები დადიან და ეძებენ ადამიანს, რომელიც უფრო ნაკლებს დახარჯავს. არა, მე იპოვეს ეგეთი ადამიანი, რომელმაც შოტკად უფრო ნაკლები დახარჯა. იგი ფაქტია. და შენ ვაფშე იცი ხო ეგ ადამიანი ვინ არის? იცი, ანუ ნახე იმედის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა და პოსტი. ხო. და ძალიან საინტერესო პოსტია. ეს პოსტი არის ისტორიას უნდა დარჩეს. ნახე, ამასთან დაკავშირებით ასეთი ცოტნე გეგეჭკორი, ასეთი ჟურნალისტი იმედის და ამან დაწერა ასეთი ტექსტი. ყოველკვირეულ პროდუქტებზე 200-250 ლარით ნაკლებს ხარჯავ, დავდივარ მუდმივად ერთ კონკრეტულ ჰიპერმარკეტში. ჩემი როგორც უბრალო მოქალაქის მადლობა ყველამ ადამიანს, ვინც თითო აგური დადო ამ საქმეში, ანუ გაიეფებაში. კომისიის შემადგენლობა სულ ახალხანს დამტკიცა, ნახოთ საბოლოო ჯამში რა შედეგი იქნება. ბიჭო, ეს არის აი გეუბნები ეპოქალური ტექსტია. აი ეს ჯერ სანამ აი სიმართლეს და ლოგიკას ჩავთავთ, აი შიდა წინააღმდეგობები მაინტერესებს. ტექსტი ხო არის, ტექსტის შინაარსთან მე რა მაინტერესებს, ცი ანუ ეს ხო ეხა მოყვარას, რომ მთავრობამ თქვა, რომ გაბერილი ფასები იყო და კომისია უნდა დავამტკიცოთ, რომ მაგაზე რაღაცა ქნასო და ანუ ამის პოსტიდან რა გამოდის, იცი რომ უკვე გაიაფთაო. ოღონდ კომისია ეხლა კომპლექტება და მე მჯერა რომ ეგ კომისია რაღაცას იზამს, მაგრამ უკვე ქნაო. ეხლა ნახე ეგ მაგარია. ეხლა ჯერ აი ნიშნულოვანი რა არის ამ პოსტში. ქვეყნდება ინფორმაცია, რომ საარსებო მინიმუმი საქართველოში არის თვეში 250 ლარი. ამ დროს იმედის წამყვანი გამოდის და რას იძახის, ცი? კვირაში 250 ლარით ნაკლებს ხარჯავს. გამიაფთა მაგდენით საღიდლებს. კვირაში 250 ლარით ნაკლები რას ნიშნავს? ცი, ესე იგი თვეში ხარჯავს 1000 ლარით ნაკლებს, ხო? თვეში საკვებზე 1000 ლარით ნაკლებს რო ხარჯავ, ნუ აი რამდენი შეიძლება გაგიაფთეს ახლა საკვები, აი 20%-ით, ხო, 5 აი 20%-ით გაგიაფთა, ხო? ანუ არ ვიცი რამდენს ხარჯავ, რავი ხარ ლარს. საკვები. რა ჭამთ აბაისთანას თუ ანუ 1000 ლარს ხარჯავდა, კი გაირკვა. ანუ 1000 ლარს ხარჯავდა თვეში და 1000 ლარით
გავიდა. 10%-იანი კლება. ეგ როგორი გეტყვი? ეგ ეგ ძალიან ეს არა, ეს უნდა გაირჩეს, იმიტომ რომ 10%-იანი კლება ფასებში. აი, რატო გავა? ეგება 20%-იანი კლება. 20%-იანი კლება არის მონუმენტური კლება. კი. რაღაცა მოხდა, არ ვიცი. ისმის 20%-იანი. თან აი როგორიც ეს ამას ხო ახლა გავუჩი. რომელიც არ მომხდარო, ვაფშე არაფერი არ მომხდარა, მაგრამ დაუშვათ მოხდა, ხო? რაღაცა უზარმაზარი კლება უნდა იყოს, რომ 20%-იანი მომხდარიყოს. 20%-იანი კლება რო იყოს, აი შენ თუ 250 ლარი შენი ხარჯისა არის 20%, ესე იგი, ნუ რაღაცა ხარჯავ კოლოსალ რაღაც 2000 ლარს ხარჯავ კვირაში. კვირაში გაიგე და ეს იმედი რა ჩადის. ანუ ეს ან ჟურნალისტებს ამდენი აქვს რომ აი საკვებში მარტო საკვებს ხო არა ადამიანი ანუ არა იმედი რას ჩალიჩობთ კიდე ეს რას ჩალიჩობს იმიტომ რომ ეხა 2000 ლარისას თუ ჭამს ტიპი კვირაში იმის მიუხედავად რომ ძვირია ფასები ანუ ამის ჯანმრთელობის პრობლემა დადგება მალე იმიტომ ეხა 2000 ლარისას კვირაში თუ ჭამ რა მოკვდებით ანუ ეგ არა შემოსავალი თუ აქვს ჟურნალისტს ნახე ჟურნალისტ მაგდენე ჩაიყარო პროსტა ვერ გაძლებ ანუ პოლიტიკური ძალის რომლის პრემიერიც დააკავეს კორუფციას გუშინ წინ ამ პოლიტიკური ძალის ერთ-ერთ რაღაცა რიგი ჟურნალისტს თუ აქვს შემოსავალი რო არ ვიცი თვეში რაღაცა 8000 ლარს ხარჯავს საკვებში ბიჭო ამას ხო ჟურნალისტი წე საკვებში აი ეხა მივხვდი რა ხდება მაგიტო 250 ლარის არსებო მინიმუმი რომ ხოდი ყველაფერს ესენი იპარავენ და მე ყველაფერს ტელევიზიაზე ხარჯავენ და ტელევიზიაში ისეთი ხელფასებია აი იმათ რო არ მიცენ მაგდენი ფული რო აი მე მგონი თელ საკვებს ესე იყიდულობენ ან ტელევიზიის ჟურნალისტები მე მგონი მარტო ესე საკვები ძვირდება მოდი დაკლები იყიდე საკვები და საკვები გაიამბება მან ყვილა მასშტაბი ჩვენ რა აი ეგ ეს ეხა რასაც ამაზე ყვებით ეგ გასაგებია მაგრამ აი ამ მონუმენტურიდან 250 ლარი თვეში ეგ რანაირად ეგ ამიხსენე მე გეტყვი რა ხო აი საერთოდ მაგნაი მე მგონი ამას რაც დააკლდა ეგ არის რაც ძალიან ჩემო თან ციფრები დარჩათ კი რა ციფრები ერთხევა აი რაჭი საქმე ნარჩენებზე უნდა იყოს რა ნარჩენებს რასაც ესენი არ შეჭამენ გაიგე და ის მე დააჩენს